სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. დღევანდელი სახარების განმარტება მღვდელმთავარი ილია მინიატისი. როცა პატივისა და დიდების სიყვარული წარჩინებულთა და დიად ადამიანთა ყველა საქმეს აშფოთებს, არხევს და ხლართავს, ამაში არაფერია გასაკვირი. რამე თუ ვიცით, რომ ხელისუფლების მოყვარეობის ვნება ერისკაცთათვისებაა, უწყითა ამბობს ქრისტე, რამე თუ რომელნი იგი გონებედ მთავრად წარმართა უფლებედ მათზედა. მაგრამ ეს გაიგონო მოციქულთა შორის, ამ წმინდა ადამიანებს შორის, რომლებმაც ქრისტეს სასწავლებელში, სიღარიბისა და სიმდაბლის სასწავლებელში ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ უარყვეს, ეს ისეთი რამაა, რისი ატანა მოციქულებმაც ვერ შეძლეს და იწყეს რისხვად. რიზე თავიანთ თანამოწაფეებზე, იაკობზე და იოანეზე. იაკობმა და იოანემ ორმა ძემ მოგზალებული უბრალო და ღარიბი იერუსალიმელი კაცის ხელობით მეთევზეებმა, ძლიერ ღარიბებმა სასუფეველზე ოცნება დაიწყეს, გაიგონეს რა ქრისტეს სიტყვები, აჰა ესე რა აღვალთ იერუსალემდ. იფიქრეს, რომ იქ ის გასამეფებლად მიდის. თავდაპირველად შუამავლად თავიანთი დედა გაგზავნეს, შემდეგ თვითონ მივიდნენ. მოძღვარ გნებავს, რაითა რომელი გთხოვთ მიყო ჩვენ. განა ასე სთხოვენ მოწაფეები მასწავლებელს, მონები მეუფეს. თუ რამეს გთხოვთ, განა ეს არის სამოციქულო წოდების შესაფერისი მოგზაურობა. რა იგნებავ, კითხა მათ ქრისტემ, რაითა გიყო თქვენ. მომეც ჩვენ, რაითა ერთი მარჯვენით და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა. მიუგეს მათ. მაგრამ მე გითხარით, რომ ძე კაცისა ადის იერუსალიმში არა გასამეფებლად, არამედ იმისათვის, რომ მოკვდეს. ადის ჯვარზე საცმელად და არა ტახტზე დასაჯდომად. ეკლის გვირგვინის დასადგმელად და არა სამეფო გვირგვინისა. იქ არ არის დიდება და პატივი, არამედ ტანჯვა და დამცირება. აჰა ესე რა აღვალთ იერუსალიმ და ძეკაცისა მიეცეს მღვდელთ მთავართა და მწიგნობართა და დასაჯონ იგი სიკვდილად და მისცენ იგი წარმართა და ეკიცხვიდან მას და ტანჯონ იკინიდან ერწყვიდან. არა ისინი მაინც თავისას გაიძახიან, მომეც ჩვენ, რაითა ერთი მარჯვენით და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა. ცდებით უპასუხა მათ ქრისტემ, თავადაც არა იცით რასა ითხოვთ, არა იცით რასა ითხოვთ. მსმენელნო, ამ ორი მოწაფის თხოვნა როგორი გეჩვენებათ, ქრისტეს მოციქულები და მეფედ გახდომა უნდათ. ისინი, რომლებმაც არც თუ დიდი ხნის წინ თქვეს, აჰა ესე რა ჩვენ ყოველივე დაუტევეთ და შეგიდეგით შენ, ახლა პატივსა და ხარისს ეძიებენ. არა იცით რასა ითხოვთ, თქვენ იმას ითხოვთ, რასაც არ უნდა ითხოვდეთ და ითხოვთ იესო ქრისტესაგან, რომლის გამეფებაც ხალხს წარუმატებლად სურდა, ვინც ღია დასწავლის, რომ მოვიდა მსახურებად და არა სამსახურის მისაღებად. რამე თუ მეუფებայի ჩემი არა არ სამიერ სოფლით. თქვენ მიწიერ მეფობას ითხოვთ, თავადაც არ იცით რა გინდათ. იმისაგან ითხოვთ, ვისგანაც ამას არ უნდა ითხოვდეთ. ზებედეს ორი ძის თხოვნაში შეიძლება თვალი მივადევნოთ ორ შეცდომას. ისინი იმას ითხოვენ, რაც არ შეიძლება და სთხოვენ იმას, ვისაც არ უნდა სთხოვდნენ. ქრისტიანენო, თუ სასურველის მიღწევა გინდათ, ითხოვეთ ის, რაც საჭიროა და სთხოვეთ იმას, ვისაც უნდა სთხოვდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არა იცით რასა ითხოვთ. ჩვენი სათხოვარი ღმრთის მიმართ უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა ცოდვათა მიტევება. რომელიც ჩვენთაგანია უცოდველი,
ყოველი ჩვენთაგანი დამძიმებულია სხვადასხვა ცოდვით, სიტყვით, საქმით და გონებით ჩავდივართ ყოველდღე უმძიმეს ცოდვებს. შეიძლება ადამიანი არ მოკლა ფიზიკურად, მაგრამ სიტყვიერად გაანადგურო ან გონებაში გაასწორო მიწასთან. დავფიქრდეთ ამაზე თუ არ ჩავდივართ რომელიმე ასეთ ცოდვებს. ეს უნდა ვთხოვოთ ღმერთს რომ მოგვიტევოს კიდე ის აურაცხელნი ცოდვანი, რომელიც მხოლოდ ჩვენ ვიცით და რომელსაც სირცხვილითაც ვერ ვამბობთ აღსარებაში. ამის გამოთქმის უნარი მოგცეს ღმერთმა ასე. ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა, რომლითაც დაკავებულია კაცობრიობა, არის ავხორცობა. განსაკუთრებით და ძალუმად ეს ცოდვა იქადაგება დღესდღეობით, ყველა სახის საშუალებით, როგორც მასმედიის, ასევე პირდაპირ, აშკარად და დაუფარავად. თვით ის ცოდვა, რომელზედაც ამდენი საუბარი არის საზოგადოებაში, რომლის დაკანონებასაც სხვადასხვა მეთოდებით დანერგვა საზოგადოებაში ცდილობენ და რომელსაც სოდომიის ცოდვა ქვია, სოდომ გომორის ცოდვა ქვია. სულ რამოდენიმე წლის წინ ალბათ წარმოუდგენელი მოგეჩვენებოდა, რომ იქნებოდა ამაზე ნორმალურ ადამიანებს შორის საუბარი საერთოდ. მაგრამ დღეს ფაქტის სახეზე გვაქვს და ამაზე ვსჯელობთ. არიან კატეგორია ადამიანების, რომლებიც გამოდიან და იცავენ იმ ცოდვას, რომლის გამოც ღმერთმა ორი ქალაქი პირისაგან მიწისა აღგავა. ავხორცობა. რა ძლიერი კვანძია იგი. აქ მართლაც და არც თავი ჩანს, არც ბოლო. მიატოვო მრუში ან სხვისი ცოლი, რომელიც გიზის. მასზე ხანგრძლივი მიჯაჭვულობა უკვე აღარ არის კვანძი. ეს რკინის ჯაჭვია. რა ვთქვა, მისმა სილამაზე მან ხელოვნებამ ან კიდევ რაიმე მოგხიბლა, დაგიმონა, გრძნობა, გონება და თავისუფლება წაგართვა, მაგრამ მადლობა ღმერთს ერთხელ მაინც გინდა მოინანიო. საქმე ხომ ცათა სასუფეველს ეხება, მაგრამ მისი ცრემლები, სიტყვები ალერსი არ გიშვებენ, რაღაც ვალდებულებები გაკავებენ, გიცქერ და მებრალები. შენ მისი სახლიდან ცალი ფეხი გადმოდგი, მეორეთი კი ისევ იქ დგახარ. შენ მიდიხარ და კვლავ ბრუნდები, ტოვებ და ისევ გიყვარს. შენი გული ორად არის გაპობილი, ნახევარს ის ფლობს, ნახევარს სულიერი მამა. მებრძოლ აზრთა ასეთ მღელვარებაში თავადაც არ იცი რა ქნა. მე გიკარნახებ, მაგრამ მანამდე მინდა გავიგო, ვის ველაპარაკები. სიკვდილს მიახლოებულ ავადმყოფს, რომელიც ჩხოლეთას შეიგრძნობს. კიდევ აქვს სიცოცხლის იმედი და ექიმი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის გადაარჩინოს, თუ ავადმყოფს, რომელიც ვერაფერს გრძნობს და უიმედოა, მაშინ აღარც ექიმია საჭირო, აღარც მისი წამლები. ცოდვილიც ასევეა. როცა სინდისი ტანჯავს, ღვთის შიში ან ადამიანთა წინაშე სირცხვილით რგუნავს და მაინც არაფერს გრძნობს, ის უიმედოა. ის ღმერთმა მიატოვა, ასეთან არ ვილაპარაკებ, რადგან ამაოა ყოველი სიტყვა. მე იმას მიმართავ, ვისაც აწუხებს სინდისი. ღმერთის ეშინია, ადამიანების არცხვენია და მონანიება უნდა, მაგრამ არ იცის რანაირად გახსნას ხორციელი ნასკვი. მაშასე მისმინე და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მას გადავჭრით, სულიერი מחვილით, რომელ არს სიტყვაი ღმრთისაი. შენ ხარ ქრისტიანი, რომელსაც ჯული ნებას ქრთავს ყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი, მოცემული ეკლესიისაგან და ღმრთისაგან. შენ ხარ ქრისტიანი, რომელიც უნდა გაექცე არა მხოლოდ ქვეყნიურ გაკიცხვას, არამედ საუკუნო სატანჯველსაც. ქრისტიანი, რომელიც ზეციური სასუფეველის მოხვეჭას იმედოვნებს, არა მხოლოდ სახელს, სულსაც უნდა უფრთხილდებოდეს. მრუშის ან სხვისი ცოლის მიზეზით წუხარებენ შენი მშობლები, ტირის სოლი, გაძაგებენ ნათესავები, საიდუმლოდ გამხელს მოძღვარი, ღიად მასწავლებელნი.
შენ მთელი ქვეყანა გიცხავს, შენ მთელი ქალაქის დასაცინი გახდი. ის შენ სირცხვილს დასტირის, შენს უგუნურებას დასცინის, მაგრამ ეს კიდევ ცოტაა. შენ ზულხარ ეკლესიას და თავის საიდუმლოებებს აღგიკვეთს. შენ მიგატოვა მფარველმა ანგელოზმა. ის როგორც წმინდა სული, შენი უწმინდურობით იბილწებ. ღმერთს უმძიმს და აღარ შეუძლია შენი ატანა. შენს გვერდით ყოველთვის ეშმაკია, რათა სული წარგდაცოს. ჯოჯოხეთი პირდაღებული გელოდება, რომ წარსაწმენდელში შთანგდგას. შენ კიდევ ვიცდი, ვერ მოგიფიქრებია, არ იცი რა უნდა ქნა, მას რანაირად დაშორდე. ой, ქრისტიანო, ვიდრე იფიქრებ ამას და იმას გაიაზრებ, კვანძებს ვერაზროს გახსნი. დღეს ერთი რამ გიშლის ხელს, ხვალ მეორე, ხოლო ეშმაკი ნასვს უფრო და უფრო მაგრად კრავს. მახვილი გჭირდება, მახვილი. ძმაო, აქ მტკიცე გადაწყვეტილებაა საჭირო. თქვი, უნდა მოვინანიო, მრუშს დავშორდე და სული გადავირჩინო. ეს უნდა გავაკეთო, რამე თუ სანამ მე მრუშე ვარ, არა ვარ ქრისტიანი. შორს ვარ აღსარებისაგან, წმინდა საიდუმლოსაგან, დედა ეკლესიისაგან, ჩემი ღმერთისაგან. მე მემკვიდრეობა აღკვეთილი ძე ვარ. საჭიროა, საჭირო სწრაფად დაუყოვნებლივ, ასე იგლიჯება კვანძი. ონეტავ კი ჩაგაგონოს ღმერთმა, რომ ისინი დღესვე გაგლიჯო და ხვალინდელ დღეს უკანასკნელ საათს არ დაელოდო, ხომ გსმენია, ვისაც ახლა შეუძლია სინანული, მაგრამ არ სურს მისთვის დადგება დრო, როცა ამას მოინდომებს, მაგრამ ვეღარ შეძლებს. დღეს დღევანდელ ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში პირიქით ყველა ფეხის ნაბიჯზე, როგორც აღნიშნეთ, იქადაგება უმძიმესი ცოდვა, რომელსაც სიძვა მრუშება ქვია, ასევე სოდომია. ხედავთ, რომ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებშიც კი ეს ცოდვა ისეა გაბატონებული, რომ ალბათ ცოტა ხანში იმის საუბარს დაიწყებენ, რომ თითქოს ეს აღარ ჩაითვალოს დანაშაულად ასეთი ქმედება და ჩაითვალოს როგორც ცხოვრების წესი. რადგანაც ჩვენ ხედავთ თუ როგორ შორდებიან ერთმანეთს ცოლ-ქმარი და ახალ ოჯახებს ქმნიან. და ეს ისეთივე მოვლენად გახდა, თითქოს არაფერი არ ხდება. ამიტომ წუხს ეკლესია ამის შესახებ და განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, რომლებიც ქმნიან ოჯახებს და მალე ანგრევენ. ამიტომ ჩვენ ძალიან მკაცრი დამოკიდებულება გვაქვს ასეთ ახალგაზრდებთან. ამიტომ სახელმწიფომ, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმის შესახებ, რომ თუ უნდა რომ ძლიერი სახელმწიფო გქონდეს ქვეყანაში, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. არა სიძვა მრუშების გადაგებას, სოდომიის გადაგებას, არამედ ჯანსაღი ცხოვრების დანერგვას. ამ ფონზე განსაკუთრებით აღმაშფოთებელია და არ შეიძლება რომ არ შევეხო იმ საკითხს, რომ სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები და დღესდღეობით განსაკუთრებით თქვენ ალბათ ამჩნევთ ნებისმიერ ტელეარხზე უფრო მეტი დრო, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან, ეთმობათ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათ ფაქტიურად ხელში აიღეს ქვეყნის მართვა. ხელისუფლებაში ხელისუფლება გაჩნდნენ ისინი. და რატომ? იმიტომ რომ ისინი ასრულებენ დაკვეთას. თქვენ ალბათ ცოტა ხნის წინ საჯაროდ მოისმინეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალიან დიდი ფული გამოყო არასამთავრობოებზე ჩვენთან საქართველოში იმისათვის, რომ ებრძოლონ, ასე ვთქვათ, რუსულ პროპაგანდას. მე არ ვიცი, სად ხდება ეს რუსული პროპაგანდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია. რაზეც კი საუბარი მიდის ზნეობრივზე, სახელმწიფოებრივზე,
იმავ წუთს ჩდებიან არასამთავრობოები და უპირისპირდებიან მას. თუკი ჩვენ დავიწყებთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუბარს, ეს თურმე LGBT საზოგადოების, ასე ვთქვათ, უფლებების დამცრობაა და ღამის არის სახლებში შემოგვივარდნენ. ასევე თუკი სახელმწიფოებრივი მოწყობაზე იქნება საუბარი, თუკი უმრავლესობის ინტერესების დაცვაზე იქნება საუბარი, იმ წუთშივე არასამთავრობოები ჩნდებიან და ქმნიან რაღაც მიტინგებს, აქციებს, კონფერენციებს და გვიპირისპირდებიან ჩვენ. თქვენ ალბათ ადევნებდით თვალყურს, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმში დაანგრიეს მშენებარე ეკლესიის გალავანი თურქებმა. და აი ეხლა ამ დღეებში გამოდიან მუსულმანი მოსახლეობა და ითხოვენ ბათუმში მეჩეთის აშენებას. ეს შემთხვევითი ფაქტი არ არის. ამ გამოსვლების უკან დგას თურქეთის რესპუბლიკა. თქვენ იცით, რომ აჭარაში არც ერთი მეჩეთი არ აშენებულა თურქების გარეშე. იქ მომზადებული ხოჯები, მოლები, რომლებიც აჭარაში ცხოვრობენ, დღეს ფაქტიურად თურქულ პოლიტიკას ამხორციელებენ აჭარაში. და ჩვენი ხელისუფლება კი ხმას ვერ იღებს და ჩვენს უფლებებს ვერ იცავს. ფაქტიურად სახელმწიფოებრივად აზროვნება მოშლილია ქვეყანაში. ეკლესია დარჩა ერთადერთი ის ზალა, ბასტიონი, რომელსაც ვერ მოერია. ეკლესია შეაგონებს ჩვენს ხელისუფლებას. დაიცავით საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ეკლესია ყოველთვის დაგიდგებათ გვერდში. არ დაიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას. პირველები ჩვენ გამხილებთ თქვენ. ჩვენ არ გვაინტერესებს რომელ დროს ვინ მართავდა ქვეყანას. ჩვენ გვაინტერესებს რომ მართავდეს ქვეყანას ღირსეული ადამიანები. ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები და არ ვერევით პოლიტიკაში, მაგრამ ჩვენი ქვეყნის აქვს ტკივა და გვიხარია. აი ეს არის ჩვენი პოზიცია. როდესაც სააკაშვილის პოლიციის კაპიტანი დღეს მართავს პროცესებს არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელია საქართველოში და ფაქტიურად ამუნათებს ხელისუფლებას, რომ ესე გააკეთეთ, ისე გააკეთეთ, თავის დიქტატს თავაზობს. ეს არის სახელმწიფოებრივად აზროვნება. სწორედ აი ასეთი არასამთავრობოებიდან, როგორიც იყო თავისუფლების ინსტიტუტი, მოვიდა ხელისუფლებაში სააკაშვილი, ბოკერია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ზუსტად ეს ხალხი აპირებენ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლას. ამიტომ ხელისუფლებაც ხალხიც დროზე გონს უნდა მოვეკოთ. არასამთავრობოებს ამერიკელების მიერ დაფინანსებულს და მართლს უნდა დაუპირისპირდეთ. სამშაბათს იქნება აქცია 11 საათზე დაახლოებით 12-ის ნახევრისთვის სახალხო დამცველის აპარატთან. მე მაინტერესებს ერთი სხვას რომ კორუფციაში ადანაშაულებს ამხელაფული გადაუხდია მთელი ასე ვთქვათ აჟიოტაჟი იყო ატეხილი ამაზე 105,000 გადაიხადეს სახალხო დამცველის მანქანაში. რატო არ იღებენ ამაზე ხმას ის არასამთავრობოები? ხელისუფლებისაგან ნაჩუქარ ჯიპებთან დაკავშირებით ჯერ კიდე არ ცხრება აჟიოტაჟი ეპისკოპოსებს რომ აჩუქეს. რატო ხმას არ იღებენ ამაზე რომ 105,000 გადაიხადა სახალხო დამცველის აპარატმა? არ გვინდა ჩვენ ესეთი სახალხო დამცველი. ჩვენ გვინდა ნამდვილად სახალხო დამცველი, ვინ ჩვენს ინტერესებს დაიცავს. ხალხის ინტერესებს და არა ამერიკული და დასავლეთ ევროპული ცნობიერების გამტარებელი იქნება ჩვენს ქვეყანაში. და ხალხმა უნდა აირჩიოს ეს სახალხო დამცველი და არა ამერიკის ელჩმა დანიშნოს აქ საქართველოში სახალხო დამცველი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგურთოთ.